ზუგდიდში გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცს 21 ივლისიდან ეძებდნენ. ახლობლების ინფორმაციით ის ქუთაისში გამგზავრებას აპირებდა. შერვაშიძე 10 მეთაური იყო და წვევამდელების მომზადებაში მონაწილეობდა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. ბათუმში ჩაცხრილული 31 წლის ბაჩო ბერიძე ოჯახის მოთხოვნით თბილისში გადმოიყვანეს. ახალგაზრდა კაცი მანამდე ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბერიძეს რამდენიმე დღის წინ ბათუმის ცენტრში ესროლეს თავდამსხმელი მიიმალა. ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ. გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექი. ზღვაზე კი ნავარაუდებია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. უკრაინამ ციმბირში ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს დღესაც დაარტყა. შეტევა უკვე აალებულ ქარხანაზე კიდევ ერთხელ განხორციელდა. უკრაინამ საწარმო გუშინაც დაბომბა. ამის გამო ტიუმენში ქალაქის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებით ჩაიშალა. ტიუმენის ქარხანა წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ტონამდე ნედლ ნავთობს ამუშავებს.